დილომშვიდობისა საქართველო კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოგესალმებით მათ ვინც ახლა შემოგვიერთით მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoG, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. დღეს ორშაბათია და როგორც ყოველ ორშაბათს შემოგვიერთდა მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზით. დილამშვიდობისა, ბედნიერი დილა, დღე, კვირა, ყველას მინდა გისურვოთ და მინდა გითხრათ რომ დახუნძულია მოვლენებით ეს კვირა, ასტროლოგიური მოვლენები და მნიშვნელოვანია რა გავითვალისწინოთ რომ ჩვენ ესე იგი გვაქვს 5 ძალიან ისეთი დღე საყურადღებო. ანუ ეს არის გეომაგნიტური დღეები, ანუ ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, ზედიზეთ და მეორე შაბათი. ანუ ეს რას ნიშნავს? ახლა თქვენ ხედავთ ამინც რა მოსდის ხო? შუაკვირაში გვექნება უცებ 10 გრადუსზე ჩასვლა და მე ისევ ავარდება და ეს მოქმედებს ყველაფერი. ახლა მზის მოდი ასე ვთქვათ, აფეთქებებია, ამიტომ ეს მოქმედებს ძალიან გულსიზარღვან სისტემაზე აქედან გამომდინარე. თუ რაღაცა პრობლემები შეიქმნა წნევასთან, გრძნով დაუშვათ თავის ტკივილებს, რაღაცას დაბინდულია თქვენი თავი, ტვინი და ასე შემდგომ აზროვნების უნარი, ესე იგი რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში წნევა პირველ რიგში მეაქციეთ ყურადღება, შესაბამისი პროფილაქტიკა. ანუ თავს არ ვაბრალებთ. საკუთარ თავს არ ვაბრალებთ. არა, ამ შემთხვევაში ახლა იმდენად რთული სიტუაცია ახლა აი ამ კვირაში, რომ არავის არ დავაბრალებ, იცოდეთ რომ ეს კოსმიური ენერგიები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ რაღაც სისულელე გააკეთოთ და მე გამართოთ საგარეულო თქვაო, მე როგორც ზოგიერთმა იცის, ეგრე არა. ხო და ამიტომ მაგრამ სირთულე მოსაოდნელია ჯანმრთელობასთან განსაკუთრებით დღეს და ხვალ. აი მე ეს მოდი ეს ორი დღე განსაკუთრებით თხილად გავიაროთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა რა დღეები გვაქვს ხვალ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს. ნუ ერთი გვაქვს მზის დაბნელება და მეორეც ამ დაბნელებასთან ერთად შემოგრიალდება უკვე წითელი ფერის ცეცხლის ტიქის ხენის წელიწადი. ხო, აღმოსავლური კალენდრით, თვარის კალენდრის და მიხედვით შემოდის ეგ ცეცხლის კიდევ ერთ მოგოცემა საშუალება იმისა, რომ ჭიქავციოთ ერთმანეთს მოეფერო და მოვესიყვარულოთ. ოღონდ შემთხვევნა კიდევ ერთი რამ კარგად გავიგოთ, რომ ცხენი კი არის ძალიან აქტიური, ძალიან ენერგიული, ეს არის ველური მუსტანგი, რომელიც შემოგრიალდება და შემოიტანს სიცოცხლის ენერგიას, აქტიურად მოქმედების უნარს, მებრძოლ სულისკვეთებას, ეს ყველაფერი, ვინც ამ თვისებებს გამოავლენს, ასკელეს იქნება მეტად წარმატებული. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ გამარჯვების პლანეტა იუპიტერი რადგან ეხლა იმყოფება კირჩხიბში და შემდგომ უკვე ივლისის შუა რიცხვებიდან გადავა ლომში ეს ორივე ნიშანი არის ოჯახის სტაბილურობის და სიყვარულის სიმბოლოები. ამიტომ ეს ცხენი კი ითხოვს თქვენგან აქტიურობას, ენერგიულობას, მებრძოლ სულისკვეთებას, საწაჭვე, მაგრამ პირველ რიგში ითხოვს სიკეთეზე დაფუძნებას და სიყვარულს. აი მაშინ იქნება წარმატებული წლის განმავლობაში. თუმცა ის რომ მას შემოაქვს უამრავი რეფორმები, უამრავი ცვლილებები, სოფლიო პოლიტიკიდან დაწყებული და სამყაროს მოწყობიდან დაწყებული დამთავრებული თითოეული ოჯახში, ან თითოეულ თქვენთაგანში სერიოზული ტრანსფორმაციით ამოწყალი არ გოვემთ, რომ ამას უკვე 1 წლის მერე შევაჯამებთ და ნახავთ. რაოდენ დიდი ცვლილებები შემოვიდა ამ წლის შემდეგი წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი იქნება ცხენის ელემენტი. ეხლა არ ვამბობ რომ ყველა ცვლილება იქნება კარგი, იქნება შეიძლება ნეგატიურიც, მაგრამ სასკეთოს ბევრი გვექნება. ამიტომ ესე იგი დღევანდელი დღე რო დაღამდება, მაშინ მოდის. ხო, რეალურად არა. ხვალ 16 საათზე 3 წუთზე. შვენიერი დროა. შვენიერი დრო ეს იშვია ის საერთოდ შერაც გახსოვს ესეა ყოველთვის. ძალიან გვიან ღამე არის ან 2-ზე, ან 3-ზე, ან 4-ზე, მაგრამ ხვალ გაგვიმართლა იმ კუთხით რომ 16 საათზე 3 წუთზე. აი ამ დროს არის ასე ვთქვათ შემოსვლა ცხენისა შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ჭიქავციოთ, სანთელი დაანთოთ, ჩაუთქვა თქვენი სურვილები თუ ვინა ჩამოწერეთ. არა, შესრულდება 16 საათზე 3 წუთზე. აი ამ დროს ზუსტად იწყება ეს პერიოდი, შეგიძლიათ რაღაცა ჩამოწეროთ თქვენი სურვილები, ან შეგიძლიათ დაუშვათ 1 ლარიანი აიღოთ და აი ხელში დაიჭირეთ თუ გინდათ, ჩაუთქვით. რა გინდათ რომ მოხდეს ფინანსური კუთხით, მე ეს ჩადეთ აუცილებლად საფულეში და ატარეთ მთელი წელი. ხო, ეს პატარა რიტუალები შეგვიძლია ჩავატაროთ და ნუ ხა თუ მაგიტაზე გვექნება ნალი ცხენის გამოსახულება, ხო კიდევ უკეთეს პატვის მივაგებთ ამ მომავალ წლის მასპინძელს. მაგრამ რადგან ჩვენ გვაქვს მაინც ეს დაბნელება, ამიტომ რადგან ცხენი მოდის დაბნელებასთან ერთად, ეს სირთულეები აუცილებლად იქნება. ეს გაითვალისწინეთ. შემთხვევით არ არის. როცა დაბნელებაზე 2019 წელს დაბნელების დერეფანში დაიწყო ახალი წელი, მაშინ იყო მზის კალენდრით. და გახსოვთ თქვენ კოვიდიდან მთელი ეს ამბები, რომელიც გადავიტანეთ, ხო? ეხლა
დაავედი არ გვინდა, მაგრამ რაღაც სხვა სახის სირთულეები შეიძლება იყოს, აი ეს გავითვალისწინოთ. ესე იგი ეს დერეფანი ახლა იწყება თუ სრულდება? არა, ეხლა იწყება. სწორედ იწყება ხვალ მზის დაბნელებით და დამთავრდება 3 მარტს მთვარის დაბნელებით. ორკვირიანი დერეფანი გვაქვს. და დღეს და ხვალ განსაკუთრებული სიფრთხილე ჯანმრთელობას ურთიერთობებს პროვოკაციებს არ აყვეთ ახალ საქმეს ნუ დაეწყებთ სარისკო მოქმედებებს მოერიდოთ. შვიდად გავიაროთ ეს 2 დღე, თუმცა 2 კვირა ითხოვს მაინც ცოტა ყურადღებას. აი რას ვაკეთებთ ამ 2 კვირის აი ამ 2 კვირაში რას აკეთებთ, ამაზე იქნება დამოკიდებული როგორ წარიმართება თქვენი ცხოვრება შემდგომი თითქმის 6 თვის განმავლობაში აგვისტოს შუა რიცხვებამდე. თუ თქვენ შვიდად ხართ, სასიკეთო ცვლილებები შეგაქვთ თქვენ ცხოვრებაში, მოსიყვარულე ხართ, რას ქვია ეს წარიმართება შემდეგ 6 თვე. თუ თქვენ ახართ გაბრაზებული, აგრესიული, დეპრესიული, შურიანი, ბოღმიანი, წყენიანი, სამაგიერო სიხდით, მაშინ ესე გაგრძელდება მთელი 6 თვე, შემდეგ ასე ვთქვათ, დაბნელებამდე და სულ გექნებათ სირთულეები. თქვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ეხლა მოდი ამშვიდობთ რომ ამ კვირას კიდე სხვა მშვენი მოვლენები აქვს. დღეს მაგალითად დაუგდეთ ყური დედების ან უფროსი თაობის მონდილოსანთა რჩევებს, ზუსტი იქნება მათი რჩევები. თუ რა ცოტა ფანტაზიები ტრიალებს და მათი რჩევები ზუსტად აი იმას მოგცემთ რაც საჭიროა და სწორ არჩევანსაც გააკეთებთ. ეხლა აღვნიშნოთ კიდევ 18 რიცხვი რით არის მნიშვნელოვანი. 18-ში მზე ტოვებს მერწყული ზოდიაქოს და ერთი თვით გადადის თევზების ზოდიაქოში. თევზებო გეშველა თქვენ, ეს 2 დღეც მოითმინეთ დღეს და ხვალ 18-დან უკვე როგორც კი მზე გადავა თევზებში ერთი თვით, აი თქვენ უკვე ნელ-ნელა იგრძნობთ იმ დღიდან. ენერგოტონუსი მოგემატება, ჯანმრთელობა გაუმჯობესდება, განწყობა უკეთესი იქნება, თქვენში და ეს ყველაზე მოქმედებს, ხო ეს ხო მარტო თევზებისთვის არ არის. ანუ ეს ენერგია რადგან მოდის და თითოეულ ჩვენთაგანზე ახთენზე გამილას, თითოეულ ჩვენთაგანში უახლოეს ერთ თვეში 18-დან რა მოიმატებს? ემოციურობა, გზნობიარობა, რომანტიულობა, გარკვეულწილად სენტიმენტალურობას, გულმოწყალეობის ელემენტები, საქველმოქმედო აქციებში ჩართვის დიდი სურვილი, რწმენის საკითხები წამოაწინა პლანზე, იგივე დაუშვათ თუნდაც ყველაფერაც უკავშირდება მგზავრობას, მოგზაურობას, ამისადმი ინტერესი მოიმატებს და ასე ნუ დაგავიწყებათ რომ ჩემი ხშირი სტუმარია თევზები, ამიტომ ეს ოკულტური ნიშანია, ძალიან აინტერესებს ყველა სახის კოსმიური საიდუმლოებები, იქ რელიგია იქნება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ასტროლოგია, ამიტომ ეს ინტერესი ადამიანებში რადიკალურად გაიზრდება და მოიმატებს და თევზები ეს დიდი თეატრალურია, ეს დიდი ხელოვანია. ამიტომ ხელოვნებისა და შემოქმედებისადმი ეს დაინტერესება და ეს უნარი მოიმატებს, მაგრამ თევზებს აკვარყოფ თვისებებს და დაგვაიწყება რომ მარტო მზე კი არა, მას ახლა თევზებში ელოდება მზეს, პლანეტა მერკური გონების მმართველი პლანეტა, პლანეტა ვენერაც იქ არის, ამიტომ თევზებს აქვთ უარყოფით თვისებებიც, რომელთა მიმართ კონტროლია საჭირო რა, ცოტა დეპრესიული ნიშანია. ფიქრები წარსულზე, ზღვარგადასული ფანტაზიები, ზღვარგადასული თანაგრძნობა, რომელსაც ხვები მე კარგად იყენებენ მის საწინააღმდეგოდ, ადვილად შეიძლება მოხდეს ეს ნიშანი სუიციზე გავლენის ქვეშ. აი ეს ტენდენციები ასე უახლოეს ერთ თვეში ყველასგან ითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას, როგორც უკვე ხელი შემშელი. დადებითი გამოავლინოთ, უარყოფითი არა. და თევზები ყველას მოგვიმატებს ინტუიციას, რაც დაგვეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. ეხლა მოდი ამშვიდობთ კიდე ერთი მშვენი მოვლენა ხუთშაბათს რა ხდება. ასტეროიდი ქირონი, საკმაოდ მნიშვნელოვანია, მინდა გითხრათ, ის ქმნის შავ მთვარესთან ერთად საკმაოდ დაძაბულ ურთიერთობებს კარმულ კვანძებთან. ეს მოვლენა 1 აპრილამდე გასტანს და რას ნიშნავს? ეხლა რას გვაძლევს? ეს ქმნის კონფიგურაციას ცის კაბატონზე, რომელსაც ეწოდება ასტროლოგიურად სეკირა. ეხლა ეს ნიშნავს იმას, რომ 1 აპრილამდე თუ თქვენ გაქვთ რაღაცა ძველი, ჩადენილი შეცდომები, კარმული ვალები, არასწორად მოქმედებები და ეს ყველაფერი ეხლა ამოტივდება. აი, ეს ადამიანს რო გონია ხშირად რაღაცა თქვი, რაღაცა გავაკეთეთ, შო ვინ რა იცის. სამყარო ყველაფერი საფერებს არავის ხდება. აი ახლა ეს ყველაფერი სწორედ ამოგიხდება და შეიძლება პრობლემები შეიქმნათ. შეიძლება დაგაბრუნოთ ისეთ მოლაპარაკებებთან, რომელიც თავის დროზე არასწორად წარმართეთ, მაგრამ ახლა აღმოჩნდებით ამ მოლაპარაკებაში ისევ, ოღონდ წანეხეზე გავლენის შედეგად და ეს მოლაპარაკება არაფრის მოცემი არ იქნება რეალურად. აი სეკირა მასე შეიძლება კიდე გადაუხადოს გარკვეული სამაგიერო ძველი შეცდომებისთვის ადამიანებს. ამიტომ არაფერი არსად არ იკარგება. ბუმერანგით მოდის უკან. აი ეს 1 აპრილამდე ამ ბუმერანგს ძალიან ბევრი იხილავს. ამ სეკირას როგორ მოვაწონოთ თავი?
დათო ეხლა რა არის? არა, აქ ვერაფერს ვერ შეაწყებ ადამიანების შორის ხდება ჩათო. იქ ძველი შესწავლები რაც დაუშვი, ხო? შენ ამოსაწურია. ის რომ ამოგიხდება. ეხლა მე უნდა კარგად გაიაზრო, მიხვდე, მეორედ აღარ გაიმეოროთ და თუ ბოდიში გაქვს მოსახდელი უნდა მოიხადო. აი ეს არის ყველა რაც სჭირდება ადამიანს რომ ძველი ეს კარმული ვალი როგორმე ამოიღოს და აღარ გაიმეოროს შემდგომში. ამიტომ არცად არაფერი არ ეკარგება კოსმოსში. მოდე ასე ვთქვათ, ეხლა პარასკევს და შაბათს შემთხვევნა რომ არ იჩქაროთ საჭესთან, იმიტომ რომ ტრავმაავარიულობა ცოტა მაღალია და როგორც კი წასებს დაარღვევთ, ეგრევე დაჯერიმდებით მომენტალურად ეს ამაზე იზრუნებს ეს ორი დღე და ისრის მკვეთრმოძრაობებს მოერდეთ კვირას, რომ ამას მე არ მოყვეს რაღაც სახის პრობლემები. აი ეს ტენდენციები ამ კვირისა ეთხოვენ ყველასგან ყურადღებას, ამიტომ დახუნძულია ეს კვირა, ესეთ მნიშვნელოვანი მოვლენა, ისეთ ჩვენ ახლა მოუკლედ ვილაპარაკეთ, თორე მზის დაბნელება შეიძლება ერთი გადაცემა არ გვეღოს მარტო ხო და აქ ახლა ამდენი მოვლენა აღმოსავლური კალენდრით იწყება ახალი წელიწადი აქ კიდევ მზის დაბნელება და ამდენი რაღაცა უბრალოდ ამის დრო ფაქტურად არჩება მაგრამ ერთი რამ უნდა აღნიშნოს აუცილებლად რომ აი პერიოდი რომელიც უკვე 19-ში დაიწყება ახლა თებერვალს და გასტანს 25 თებერვლამდე თებერვლის თვეში ეს ყველაზე კარგი კვირა ამიტომ თუ რაღაცა გაქვს დაგეგმილი ახალი საქმე პროექტი იდეა რაღაცეები მოლაპარაკება თუნდაც ხო აი ეს ყველაფერი ამ პერიოდისთვის დაგეგმეთ ახლა ეს დღეს და ხვალ ეს ორი დღე ფრთხილად გავიაროთ უკვე 19-დან 25-მდე აი შვენიერი პერიოდია რომელიც მოგცემთ ძალიან ბევრ თუ იყო რაღაც დანაკარგი პრობლემა ამის ანაზღაურების კომპენსაციის საშუალებასაც კი და რაც შეეხება ახლა ზოდიაკოს ნიშნებს რაც ყველა იგრძნობს რომ უკვე სადღაც 4 შაბათიდან სადღაც მეორე ნახევრიდან სიტუაცია აშკარად იცვლება უკეთესობისკენ ამიტომ ესე იგი დღეს ხვალ ფრთხილად მოდი ესე ვთქვა 4 შაბათს დღის პირველი ნახევარი ცოტა ყურადღებით და ფრთხილად გავერთ მეორე ნახევრიდან უკვე აშკარად სიტუაციები სასიკეთოდ იცვლება უკვე დადებით ენერგიები მოდის სამყაროდან და ჯანმრთელობაც გაუმჯობესდება და საერთო მდგომარეობა ამიტომ არ შეგეშინოთ ახლა დღეს და ხვალ თუ ვინმეს ეკნა დაუშვათ წნევა პრობლემები ჯანმრთელობასთან რაღაცა მძიმე თავი ეგრეთ წოდებული და შემდგომ არ შეგეშინდეთ ეგ წნევა ეს ყველაფერი პროფილაქტიკა ცოტა დაასვენეთ თავი სადაც 20 შაბათს უკვე დღის მეორე ნახევრიდან ეს ყველაფერი გადაივლის ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაკოს ნიშნებს ეგ ყველას ეხება დღეს და ხვალ ამ ორი დღის გამოკლებით დანარჩენი კვირის პერიოდები გამოიყენეთ მათ შორის ვერძებო დღეს და ხვალ გაჩერდით მათ შორის ფრთხილად იყავით ინტერნეტთან ფეიკების ალბათობა გაქვთ მაღალი და თავს თუ მოიტყუებთ და ფრთხილად ახალნაცნობობას რომ შეიძლება დღეს და ხვალ გამოჩნდეს მათ შორის ბევრი იქნება ავანტიურისტი აი 4 შაბათიდან უკვე აქ სიტუაცია აქაც იცვლება ანუ იგივე ინტერნეტი უკვე ამდენ ტყუილს აღარ მოგცემთ 4 შაბათიდან აი ესეც კი შეიცვლება მაგრამ თავარი რა არის თქვენ გაქვთ სურვილი სიახლეების ახალი მეთოდოლოგია მუშაობის ახალი რაღაცა იდეები უფრო მეტი შეიძლება აქ სამყარომ გაგახსენოთ ოდესღაც ახალი იდეები რომელიც რატომღაც ვერ განხორციელდა მაგრამ ის ახალია დარჩა როგორც ახალი აქტუალურია ეხლაც და თქვენ შეგიძლია ეხლაც მათი განხორციელება მოახდინოთ მაგრამ ეხლა ისიც გაითვალისწინოთ რომ ყველა შეიძლება მაინც არ მოეწონოს ეს თქვენი ახალი იდეები აი ეს 25-ის მერე იჩენს მეტად თავს მათი არ მოწონება თუმცა ეხლა გაჩვენდებიან მაგრამ ესეთებიც გამოჩნდებიან ეს არის პერიოდი სიახლეების შეიძლება ახალი ვარცხნილობა შეიძლება ახალი სტილი ურთიერთობების ახალი ზავშად იდეები პროექტები განახორციელოთ ერთ სიტყვით რეფორმების დროა შემოგარგება ოღონდ 4 შაბათიდან რაც შეეხება ახლა კუროებს, კურო ნელ-ნელა გამოცოცხლდება, რომ ყოველ დღე იგრძნობს, რომ ენერგოტონუსი თანდათან უმჯობესდება, შეიძლება ადრე დაუშვათ რაღაც ქონდა თქვენ პრობლემები ურთიერთობებში, ან დაშორება იყო ადამიანებთან, ან სასწავლო პარტნიორებთან, ახლა შეიძლება ეს ყველაფერი ურთიერთობა აღდგეს, რაც თქვენს სულიერ განახლებასაც შეუწყობს ხელს მათ შორის. ამასთან ერთად თანდათან უმჯობესდება უკვე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა, ურთიერთგაგება ადამიანებთან და მათ შორის უკვე ნელ-ნელა პერიოდი 4 შაბათი და ხელს უწყობს პროფესიონალურ განვითარებას და თქვენს კარიერულ წინსვლასაც კი. ამიტომ ნელა ნუჩქარობ დღეს და ხვალ მაინც იყავით ფრთხილად ყურადღებით, მაგრამ 4 შაბათიდან უკვე ნელ-ნელა სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება. ტყუპებს რაც შეეხება, ტყუპებო აქ ფინანსებთან დაკავშირებული საინტერესო მოვლენები შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, მაგალითად, ვიღაცას ჰქონდა თქვენი ვალი.
აი ახლა უცებ შეიძლება დაგირეკოთ და მოგიტანოთ. ნუ შეიძლება გაიკვიროთ, მაგრამ შეიძლება ესეთი რამ მოხდეს, ნუ განსაკუთრებით 4 შაბათიდან შეიძლება ეს მოვლენები თვალსაცემი გახდეს. ან დავუშვათ სამსახურში უცებ პრემიები, ბონუსები მიიღოთ, ან ხელფასი აგიწიოთ ხელმძღვანელმა და აი ესეთ სასიამოვნო რაღაც ცვლილებები შეიძლება კვირის მეორე ნახევარში უფრო მეტად თვალში საცემი გახდეს. ძალიან კარგი პერიოდია უკვე მეორე ნახევარი კვირისა მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის. შეიძლება მათთან პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს და მთლიანობაში იქნება კვირა საკმაოდ ნაყოფიერი ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალი გაქვთ, რაც გასდევს მაღალი კომუნიკაციის პარტნიორული თანამშრომლობის ძალიან კარგ შესაძლებლობებს. რაც შეეხება ახლა კერჩხებებისთვისაც ნელ-ნელა უმჯობესდება სიტუაცია, ოღონდ 4 შაბათის მეორე ნახევრიდან დღეს დახვავთ ხილად, იმიტომ რომ თქვენ მაინც რეაგირებთ, ეს არა მარტო მზის დაბნელება, არამედ ამავდროულად ახალმთვარეობაა. ხო, აი დღევანდელი და ხვალინდელი დღეები, ამიტომ თქვენ ფსიქოემოციურად დღეს დახვავთ, ცოტა გაწონასწორდით და პროვოკაციებს არ აღვეთ. 4 შაბათს უკვე დღის მეორე ნახევრიდან იგრძნობთ უკეთესობას, ჯანმრთელობაც უმჯობესდება, იღბალიც უფრო მატულობს, შესაძლებლობები იქნება მეტი, თქვენ აქტიურად ჩაერთვებით ურთიერთობებში და შეიძლება სხვებს დახმარებაც გაუწიოთ, რაც მორალურ გაუპილებას მოიტანს, მაგრამ ამავდროულად სხვების დახმარებასაც მიიღებთ. ამიტომ შანსები წარმატებისა, მათ შორის ფინანსური, პროფესიონალური 1-2-რად მატულობს, მაგრამ მოდით ახლა ესე ვთქვათ, ჯერ მაინც ნუ გადაამეტებთ ენასკვილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ნუ ჩათვლით რომ ეს უკვე ესეთი კარგი პერიოდია, ლაღი რო ყველაფერის უფლება შეიძლება მიცეთ საკუთარ თავს, არა. ჩუმათი მოქმედა ჯერ ნუ ხმაურობთ იმ თქვენს გეგმებზე, სურვილებზე, რომელიც გაქვთ. ამისთვის უკეთესი პერიოდი იქნება ამის შემდეგი კვირიდან. რაც შეიძლება ლომებს, ლომი აშკარად გაილაღებს, ენერგოტონუსი მაღალი აქვს, ჯანმრთელობა მდგრადი აქვს, ახლა აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, პარტნიორული დახმარება შეიძლება მიიღოს, თვითონაც იქით დაეხმაროს ადამიანებს, კეთილშობილება მაღალ დონეზე აქვს ახლა. ამიტომ მთლიანობაში პერიოდი უდაოდ კარგია, მაგრამ მე აქციას ყურადღება ეხა რა არის მისთვის მნიშვნელოვანი ამ კვირაში პარტნიორული ურთიერთობა. გინდა პირადი, გინდა საქმიანი ბიზნეს პარტნიორებთან. აი დღეს და ხვალ თუ ეს ურთიერთობა გააფუჭეთ, მთელი კვირა შეიძლება გააფუჭოთ. მეგობრებთ, აი რა შეესაბამება, ამიტომ დღეს და ხვალ მათთან მიმართებაში იღავით მაქსიმალურად ლმობიერი, დიპლომატიური, არ აყვეთ აქ რაღაც სიტყვას რო აყვება და პროვოკაციებს და არ შექმნა დაძაბულობა. 4 შაბათიდან ეს სიტუაცია უკვე ნელ-ნელა გაუმჯობესდება და რაც უფრო მეტად კარგი პარტნიორული ურთიერთობა და ერთიანობა გექნებათ, მით უფრო სასიკეთოდ გაევლით ამ კვირას. თუმცა მეორე კვირა ზოგადად კარგია. რაც შეეხება ქალწულებს, ქალწულებო, აქაც პარტნიორული ურთიერთობა ექნება ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის. აი თქვენ შეიკავეთ ახლა მოდით თავი მაქსიმალურად განსაკუთრებით დღეს და ხვალ და ნაწილობრივ ზეგაც აი თქვენი საფირმო ნეგატიური თვისებებისგან წრილმანებზე ჩაძიება და პირდაპირ შულში ნუევნებით ადამიანს რაც ფიქრობთ. ეს იქნება ახლა ძალიან მწარე რეაქციის გამოწვევი სხვათა მხრიდან და გაგიფუჭებთ თელ კვირას. ეხლა ძალიან ბევრად ხართ დამოკიდებული პარტნიორებზე და მათ დახმარებაზე, მათ თანადგომაზე, ამიტომ მაქსიმალურად გაუფრთხილდით მათთან ურთიერთობებს. ეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა პერიოდი ცუდი არ არის. დღეს და ხვალ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, განსაკუთრებით კუჩნაზლავის ზონა ეთხოვს ყურადღებას. აი უკვე ზეგიდან ნელ-ნელა იგრძნობთ, რომ თუ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემებიც იყო, ესეც ნელ-ნელა გაუმჯობესდება და სასიკეთო ცვლილებები აშკარად დაიწყება თქვენს ცხოვრებაში. სასწორებო ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანზე ხართ, აქტიურ ენერგიული ინიციატივიანი ეს ნიშანი პარტნიორთა დახმარებასაც იღებს, ხო შორის პარტნიორები ასევე დაგეხმარებიან იმაში, რომ შეცდომები არ დაუშვათ თქვენი სულსწრაფობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით აი პირველ ნახევარში კვირისა, მაგრამ მთლიანობაში კვირა კარგია. თუ თქვენ შეინარჩუნებთ კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით დღეს და ხვალ, კარგ ურთიერთობებს შვილებთან, სასწავლო პარტნიორებთან, ეს არის მთავარი ის გარანტი, რომელიც ხელსკობს მთელი კვირის კარგად წარმართვას, გაითვალისწინეთ. მორიელს რაც შეეხება, აი მორიელს უკვე შეიძლება პატარა აი განსაკუთრებით აი პირველ 3 დღეს ახლა ამ კვირისა საყოფაცხოვრებო პრობლემები შეიქმნას. თუ რაღაცა გადაიცვალა სახლში, ელექტროტექნიკა, სანტექნიკა, რაღაც სარემონტო რაღაცეები დაგჭირდათ, ნუ ახლა ამაზე ძალიან შეშფოთდებით გასაგები ეს ფინანსურ ხარჯთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ რაც გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს და გაკეთდეს არა გულით, არამედ თავით. გულთან უმიტანთ, იმიტომ რომ სუსტდება გულის ზონა ამ დღეებში. ძალიან ასე ვთქვათ, ანერვიულებს საკუთარ თავს და ხლებსაც გონებით შვიდაც კნარად რაც გასაკეთებელია მაინც უნდა გააკეთოთ, ხო? აგნერვებს ნუ მოუშლით ხლებსაც. ამ ხრივ იყოთ ყურადღებით. თუ ესეთი პრობლემები იქნა, თუმცა არ არის უცებია რომ ეს მოხდეს. განსაკუთრებით დაიცავით ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. რაც უფრო მეტად ეს ურთიერთობა იქნება კარგი, მდგრადი, მით უფრო კარგად გაევლით ამ პერიოდს და უკვე დაახშოვით 4 შაბათ 5 შაბათიდან იწყება თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. წლის განმავლობაში ენერგოტონუსიც მატლობს, იმუნიტეტი უმჯობესდება და იღბალიც
აჩქარად შემოდის თქვენს მხარეს. მთავარი პრობლემა შულდოსნის არის ფსიქოემოციური გაუწონასწორლობა. აი თუ ამას მიაქცევთ ყურადღებას, მათ შორის უცაბეთ ხასიათვალებადობას და სურვილების რადიკალურ შეცვლას, პლუს უსწრაფობას, აი ამას თუ კონტროლ ქვეშ მოაქცევთ, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში. მთლიანობაში კვირა იქნება ძალიან კარგი. გაითვალისწინეთ რა შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომელიც ფარველობას გაგიწევენ და მათ შორის სწორ მიზნებსაც დაგისახავენ. ამიტომ შანსები წარმატების აუდაოდ გაქვთ. ეს არის მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების მოლაპარაკებების, გზავრობის, მოგზაურობის კვირა, ოღონდ მეორე ნახევარი კვირის. პირველ ნახევარში ამისგან ჯობია რომ თავი შევიკავო და ფეიკების ალბათობაც მაღალი, ამიტომ გადაამოწმეთ კვირის პირველ ნახევარში ნებისმიერი ინფორმაცია. რაც შეეხება თხისკასაც აკერთ ესეთ ნეგატიური ტენდენცია. შულდოსანზე ხო ვთქვით ახლა შულდოსანი არის ხო? კი, შულდოსანი ვთქვით, ახლა ჩვენ თხისკაზე გადავდივართ, თხისკას აქვს ესეთი პრობლემა. უცებ ეცვლება სურვილები. აი ეს პრობლემა ახლა რით არის სახიფათო. ფინანსები შემოდის ამ კვირაში, მათ შორის ადრეული დივიდენდებიდან, საქმეებიდან, მათ შორის და თქვენ ახლა უცებ შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, აი მაგალითად დღეს. რა რაღაც შეიძინოთ, ავეჯი, რაღაცა ეგ ბიზნეს საქმიანობა, ინვესტიციები, კაპიტალ დამატებები და ხუჩებაც უსე პეუნებით საკუთარ თავს. რამე ჩქარავ, რა თმინდო და ეს ხო ყველაფერი დაკარგული ფულია. მე ხვდით რა შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ უცებ გეცვლებათ ცვალებადია თქვენი სურვილი. ამიტომ რადგან ცვალებადი სურვილების პერიოდია, ეგ ნუ ჩქარავთ ინვესტიციებს, კაპიტალ დაბანდებებს და რაღაც სხვილ საღიდლებს. თუ მაინდა-მაინც ეს საჭიროა, მაშინ მოდით ეს ყველაფერი უკვე განვახორციელოთ ხუთშაბათიდან. მაშინ თქვენი ეს სურვილები და შედეგები დაახლოებით გათანაბრდება. და ეს პირველ ნახევარში ამისგან თავი შეიკავოთ. ერგოტონსი ნელ-ნელა მოგემატებათ კვირის მეორე ნახევრიდან და უფრო უკეთ იგზნოთ თავს და ჯანზე მოხვალ და უფრო შესაძლებლობებიც გეკნებათ მეტი. რაც შეეხება მერწყულებს, შანსები არის, პერსპექტივები არის, ფინანსებით შემოდის, საინტერესო იდეების რეალიზაციის შესაძლებლობაც არის, ოღონდ პირველ ნახევარში კვირისა და ახლავთ ხუთშაბათამდე თავი შეიკავოთ. ნიშნულოვანი ახალი პროექტებისგან მეორე ნახევარი თქვენთვის უკეთესია და აქ პარტნიორების გეხმარებიან და იღბალის თქვენს მხარეს იქნება. რაც შეეხება თევზებო, ესე იგი ეს ორი დღე, ორშაბათი, სამშაბათი. მაქსიმალურად თხილად გავფრთხილდეთ ჯანმრთელობას, ენასკვლელი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. აი უკვე სადღაც 4 შაბათს აღამოდან უკვე მზე გადმოდის თქვენ ზოდიაქოში და თქვენთვის იწყება ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი წლის განმავლობაში, რომელსაც ჯანის მოგემატებათ, განწყობაც გაუმჯობესდება და იღბალის თქვენს მხარეს გადმოვა. კი ბატონო, ეს არის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, ესე იგი ხვალ გმართებს რომ ვიყოთ განსაკუთრებულად ფრთხილად. ნუ ნაწილობრივ დღესაც ხვალაც. დღესაც კი ბატონო, ეს ენერგიები იგრძნობა და 5-3 წუთზე ხვალ. ხო, სადაც არ უნდა ვიყოთ. კი, შეგიძლია ჭიქა აწიოთ, მიულოცოთ ერთმანეთს, თვარის კალენდრით, აღმოსავლური კალენდრით, ახალი წლის დადგომა წითელი ფერის, ცეცხლის ტიქის ცხენისა. კი ბატონო, ჩვენ ამ ფორმატში შევხვდებით მომდევნო ორშაბათს, მადლობას გითხოვთ. გიხდით დათმობილი დროისთვის.